გენეტიკური ანომალიები დედამიწაზე ყველა ცოცხალ არსებაში ხდება. ეს არის არაბუნებრივი განვითარება, რაც ხშირად ვიზუალურადაც გამოიხატება. იქნება ეს მცენარე, ცხოველი, ფრინველი თუ ადამიანი. ყველა სახეობაში შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ანომალიები. ადამიანებს რაც შეეხება, თანამედროვე მსოფლიოში არაერთი უცნაური ანომალიურ პათოლოგიური შემთხვევაა გამოვლენილი. თუმცა, კოდის ამ ეპიზოდში 3 მათგანზე გიამბობთ. ძირითადად ტყუპებზე, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილით ერთმანეთზე გადაბმული არიან. საუბარს აბი და ბრიტანი ჰენსელების ისტორიით დავიწყებ. ისინი დები არიან. ამერიკელი კონგენიტური ტყუპები არიან, რომლებიც 1990 წლის 7 მარტს მინესოტას შტატში, ქალაქ ნიუ გერმანიაში დაიბადნენ. ცნობილი არიან როგორც დაიცეფალიური პარაპაგუსი. ორი თავი ერთ სხეულზე. მათი სხეული ერთია, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი გული, ფილტვები, კუჭი და სხვა შინაგანი ორგანოები. ისინი დამოუკიდებლად მოძრაობენ, ჭამენ და წერენ, თუმცა ყოველდღიურ საქმიანობაში ჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ სერიაში არ ვაპირებ მათ სრულ ბიოგრაფიულ თხრობას. გიჩვენებთ თუ როგორ მუშაობს მათი ორგანიზმი, ანუ ორი ერთში. აბი და ბრიტანი ჰენსელების ანატომია საერთო და ინდივიდუალური ორგანოებისა და ქსოვილების საოცარი ნაზავია. ტყუპებს სხეულის ზედა ნაწილში დამოუკიდებელი სისტემები აქვთ. აბი და ბრიტანი ჰენსელს აქვთ ორი თავი, ორი ტვინი, ორი ზურგის ტვინი და ორი გული, რომლებიც საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემაში არიან ჩართული. თითოეული გული სისხლს ამავე სისტემაში აბრუნებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთის მოქმედება უშუალოდ დამოკიდებულია მეორის მოქმედებაზე. იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ საერთო სისხლის მიმოქცევა, თითოეულის ტვინი და ზურგის ტვინი დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და სხეულის შესაბამის მხარეს მართავს. აბი და ბრიტანი დამოუკიდებლად აკონტროლებენ თავიანთ მხარეს. აბი მარჯვენა ხელს, ბრიტანი მარცხენას. იგივე ხდება ფეხებთან. აბი მართავს მარჯვენა ფეხს, ხოლო ბრიტანი მარცხენას. ამ დაყოფის მიუხედავად მათი მოძრაობა საოცრად კოორდინირებულია. წონასწორობის შესანარჩუნებლად ორივე ტყუპი მუდმივად თანამშრომლობს და კომუნიკაციას ამყარებს. მაგალითად, როდესაც ორივე ხელის ერთდროული მოქმედება სჭირდებათ, საგნების დაჭერა, კლავიატურაზე ბეჭდვა ან მანქანის მართვა, მათი ტვინები და ნერვული სისტემები სრულ სინქრონში მოქმედებენ. ეს კიდევ ერთი უნიკალური ანომალიაა, დადებითი კუთხით. მათი ჩონჩხი მოიცავს ორ დამოუკიდებელ ზურგის სვეტს, რომლებიც ქვედა მიდამოებში ერთიანდებიან და ინარჩუნებენ ნევროლოგიურ დამოუკიდებლობას. თითოეულ ტყუპს აქვს ორი ფილტვი, ჯამში 4. შიდა, შუა ფილტვები გარკვეულწილად შერწყმულია, თუმცა მაინც ცალკე მყოფებად განიხილება, ხოლო გარე ფილტვები დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. აბისა და ბრიტანის საკუთარი კუჭი აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ დამოუკიდებლად გადაამუშავონ საკვები. შიმშილისა და დანაყრების შეგრძნება ინდივიდუალურია, რადგან თითოეულ კუჭს საკუთარი ტვინი აკონტროლებს. ტყუპებს აქვთ ინდივიდუალური საკლაპავები, რომლებიც მათ კუჭებს დამოუკიდებლად უერთდება. ეს მათი ზედა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია, რადგან თითოეული მართავს სხეულის ერთ მხარეს და კუჭებიც დამოუკიდებელია. საკვები, რომელიც თითოეულმა ყლაპა მიდის მათ საკუთარ საკლაპავში და შემდეგ საკუთარ კუჭში. იმის მიუხედავად, რომ თითოეული მართავს სხეულის საკუთარ მხარეს, მუცლის ტკივილი განსხვავებულად აღიქმება. თუ ერთს მუცელი ატკინა, ტკივილი იგრძნობა სხეულის საპირისპირო მხარეს. ტყუპებს აქვთ ერთი ღვიძლი, რომელიც ოდნავ გაგრძელებულია და გადიდებულია, რათა ორივეს მოთხოვნილებებს მოერგოს. აქვთ ერთი წვრილი ნაწლავი, რომელიც ორ პერისტალტიკურ ნაკადად იყოფა, მათი ფიზიოლოგიის შესაბამისად. რაც ბუნებრივია, არ გვხვდება ნორმალური გენეტიკური განვითარების შემთხვევაში. ასევე აქვთ ერთი მსხვილი ნაწლავი, ერთი შარდის ბუშტი და ერთობლივი რეპროდუქციული ორგანოები. საერთო აქვთ თეზოსვალი, რადგან განსხვავებულად დიდი ზომის ორგანოებია მოთავსებული და ისიც შესაბამისად ოდნავ ფართოა, ორი სხეულის სამყოფად. თირკმლების მხრივ ტყუპებს 3 თირკმელი აქვთ, აბის 1, ბრიტანის 2. ეს უნიკალური ადაპტაციაა, რაც შარდ-სადენ სისტემაში სითხის ეფექტიან გაფილტვრასა და გამოდევნას უზრუნველყოფს. ნაღლის ბუშტებიც ინდივიდუალურია, 2 ცალია, რაც ნაღლის დაგროვებას ემსახურება საკვების გადასამუშავებლად. მათი ჩონჩხი მოიცავს ერთ განივ გულმკერდის უჯრედს, მაგრამ იგი გაფართოებულია და შეიცავს როგორც შერწყმულ, ისე დამოუკიდებელ ნეკნებს, ორივე ზედა სხეულის მხარდასაჭერად. დაბადებისას მოცილებული მესამე ხელის ნაკვალევად ერთი ზედმეტი ბეჭის ძვალიც დარჩა.
რეპროდუქციული და შარდსადენი ანატომია სრულად საერთო აქვთ. ერთი საშვილოსნო, ერთი სამშობიარო არხი და ერთი შარდსადენი. ეს ორგანოები ორივეს მოთხოვნილებებს ემსახურება, თუმცა მათი მართვა საერთო და კოორდინირებულია. მოკლედ რომ შევაჯამო მათი ანატომია: ორი თავი, ორი ზურგის ტვინი, რომლებიც კუდუსუნთან ერთიანდებიან, ორი ტვინი, ორი გული, საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემა, 4 ფილტვი, მათი ნაწილი შერწყმულია, ორი კუჭი, ორი ნაღლის ბუშტი, სამი თირკმელი, ერთი ღვიძლი, ერთი წვრილი ნაწლავი, ერთი მსხვილი ნაწლავი, ერთი თეძო, ერთი შარდის ბუშტი, ერთი რეპროდუქციული სისტემა, ორი ხელი და ორი ფეხი. მათი უნიკალური ანატომიის მიუხედავად, აბი და ბრიტანი ჰენსელები თავს კარგად გრძნობენ და აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. მათი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად ადაპტირებადია ადამიანის სხეული და რამდენად გამძლეა ადამიანის სული. საჯარობაც მათი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა. ჩვენსავით დაინტერესებული და ცნობის მოყვარეებისათვის მათი მხრიდან სრული თანხმობაა მათ შესახებ ვისაუბროთ. ახლა კი იმ ტყუპებზე უნდა გიამბოთ, რომლებიც თავებით ისე იყვნენ გადაბმულები, რომ მათი ასეთ მდგომარეობაში დატოვება მათივე სიცოცხლეს და ფუნქციობას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა. თანამედროვე მედიცინის წყალობით კი სამედიცინო სასწაულიც მოხდა. მოდი მეტი გავიგოთ ამ ანომალიის შესახებ. გაიცანით ერინი და ები. ისინი კრანიოფაგუსი ტყუპები არიან, რაც ნიშნავს, რომ თავებით არიან გადაბმულები. ქირურგებმა შეძლეს, რომ ისინი წარმატებით გაეცალკებებინათ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, როდესაც თავებით გადაბმულ ტყუპებს აშორებენ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ ტვინს ჰქონდეს სისხლის საკმარისი მიწოდება, თან დამოუკიდებლად. ეს ყველაზე რთული პროცესია. კურნალი ქირურგები გვაცნობენ იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც იყენებენ შერწყმული ტყუპების გასაყოფად. ეს იშვიათი ანომალიაა. ები და ერინი ერთმანეთთან განსხვავებულად არიან დაკავშირებულები, ვიდრე აქამდე ქონიათ შემთხვევა პრაქტიკაში. ერთ-ერთი მეთოდი, რის გამოყენებასაც ცდილობდნენ, იყო ბიოლოგიური მატრიცის განსაზღვრა, რათა ტყუპები ნელ-ნელა განშორებულიყვნენ ძალის გამოყენების ნაცვლად. ეს უკვე ნაცადი მეთოდი იყო. ბიოლოგიური მატრიცა არის ის, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან უჯრედები, სისხლძარღვები და ქსოვილები, რათა სხეულმა მოიცილოს ტრავმები. ამ პრინციპის გამოყენებით და ამ 4 ინსტრუმენტის დახმარებით ქირურგებმა განაცალკევეს ები და ერინი. გასაგები იყო, რომ მათ აკლდათ სქელი და კანქვეშა ქსოვილი, რაც ჩვეულებრივ აქვს ხოლმე ადამიანს თავზე. მეორე, რაც მოდელებში დაინახეს, არის ის, რომ ვენები კარგად ჩანდა თავში. გამოწვევა ის იყო ოპერაციის დროს, როგორ მიაღწიათ დიდ ვენამდე, რომელიც თავის ტვინშია და გადის ზედა საგიტალ სინუსის ნაწილში, რაც მას მართავს. ეს ვენა ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის გადის. სისხლის უმეტესობა, რომელიც ტვინში შედის, სწორედ საგიტალ სინუსის მეშვეობით გადის და შემდეგ ტრანსვერს სინუსის ნაწილში გადაადგილდება. ტყუპების დაყოფისას გუნდმა გამოიყენა ოსტეოგენეზის დისტრაქცია, იგივე ძვლის დაჭრა მსხრების მეთოდი, რათა უფრო მარტივად მოეშორებინათ ერთი თავი მეორეს. ოსტეოგენეზის დისტრაქციის ორი უნიკალური თვისება. ერთი მეთოდი არის ძვლის ნელ-ნელა გაწევა. ეს ფაქტობრივად ძვლის ქსოვილის ინჟინერიაა. მეორე საინტერესო რამ დისტრაქციის შესახებ არის ის, რომ ძვლის გაწების გვერდითი ეფექტია რბილი ქსოვილების, ტვინის, სისხლძარღვების დურას და კანის ფორმის შეცვლა, ძვლის ფორმის ცვლილებიდან გამომდინარე. ეს მოწყობილობა მხოლოდ ამ ტყუპებისათვის იყო შექმნილი. საბოლოოდ ხრახნის მიერ ძვლებზე შექმნილმა წნებამ, რომელიც თავების გაყოფაში უნდა დახმარებოდა მედიკოსებს, გვერდითი მოვლენები, კერძოდ კი კანის წყლულები წარმოშვა. ამიტომ მოწყობილობამ კურნალობის მეთოდიდან მალევე ამოიღეს. ამის შემდეგ გადავიდნენ კასტომიზირებულ მოწყობილობაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა წყალმომჭერ კლამს. ხრახნის შეტრიალებით სეგმენტის დიამეტრი მცირდებოდა. ის გაკეთებული იყო ელასტიური რეზინით, რათა მოქნილობა ჰქონოდა, მაგრამ არა ძალიან. დისტრაქტორებს დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში იყენებდნენ. დისტრაქტორმა ტყუპები 25 მმ-ით, ანუ დაახლოებით 1 ინჩით დააცალკება. ამან ტყუპების პოზიცია შეცვალა და ოპერაციის სირთულეც შეამსუბუქა. ნავიგაციის სისტემა არის ტექნიკა, რომელსაც რეგულარულად იყენებენ ტვინის სიმსივნეების ოპერაციებისთვის. ნავიგაცია არის მანქანის GPS-ის ანალოგი. ის GPS-ებით ეკრანზე გვიჩვენებს, სად არიან ტვინში, რაც ქირურგებს ოპერაციის დროს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. 2017 წელს 11 საათიანი ოპერაციის შემდეგ ტყუპები წარმატებით განაცალკებეს. შემდეგ ვნახეთ კადრები, რომელშიც ექიმებს ტეილორსა და ჰეურს გამოჰყავდათ განცალკებებული დები. თავარია, რომ დები განცალკებდნენ და მათ ინდივიდუალური, სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება მიეცათ.
ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარებულ ერთ-ერთ უნიკალურ ოპერაციაზე უნდა მოგიყვეთ ახლა. ექიმების საუკეთესო გუნდმა მოახერხა და ურთულეს ოპერაციაში უახლესი სამედიცინო მიღწევების გამოყენებით ტყუპების განცალკევების ტრადიცია გააგრძელეს. ამჯერად საუბარია არა თავებით, არამედ მუცლებით მიკრულ ტყუპებზე. მოდი ვნახოთ ეს პროცესი უფრო ახლოდან. ამ საავადმყოფოს ტყუპების განცალკევების წარმატებული ტრადიცია აქვს. ექიმების თქმით, ყველა ტყუპის წყვილი უნიკალურია და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არ არსებობს ორი იდენტური წყვილი და მათ ყველას აქვს უნიკალური პრობლემები. ისინი განსხვავებული ანატომიური თავისებურებებით გამოირჩევიან. ამბობენ, რომ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ინდივიდუალურად მოქმედებენ, რადგან შესაძლოა მოულოდნელი რამ მოხდეს. მაგრამ მაინც რჩება უცნობი ფაქტორი. 2020 წლის 10 აგვისტო იყო. წყვილმა ითხოვა, რომ ნაყოფის რუტინული გულისცემა შეემოწმებინათ. გულისცემა ნორმალური იყო. ცოლ-ქმარი ფიქრობდა, რომ ერთი ბავშვი გაუჩნდებოდათ. ამ დროს ეკოსკოპისტმა ქალმა მუცელზე მიადო სენსორი და აღმოჩნდა, რომ ორ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. ეკოსკოპისტმა სწრაფად მოიხსნა სენსორი და თქვა: "მოვალ, ექიმს მოვიყვან." ექიმებმა წყვილის პრობლემის შესახებ მაშინვე აცნობეს, რომ მათ ეყოლებოდათ ტყუპები, ოღონდ ანომალიით. ისინი მუცლებით არიან გადაბმულები. წყვილმა პრობლემას ოპტიმისტურად შეხედა და იფიქრეს, რომ მათი გაყოფა მარტივად შეიძლებოდა. შეუძლებელი არ იყო ექიმებისთვის, თუმცა ისინი პროცედურის სიმარტივეზე წყვილივით არ ფიქრობდნენ. ჩვენ დავიწყეთ ეტაპობრივად დაგეგმები, როგორ უნდა მოქცეულიყავით და რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია. აცხადებს ექიმი. მათ გააკეთეს კვლევა, გაიგეს რაც შეიძლება მეტი, რადგან ეს გრძელი გზა იქნებოდა. წყვილი მზად იყო, რომ ბავშვების გადარჩენისათვის ყველაფრისთვის მზად ყოფილიყვნენ. ექიმებს სანერვიულო მიზეზი ჰქონდათ. რაც მთავარია, ტესტმა აჩვენა, რომ ტყუპებს ყველა ორგანო თავიანთი აქვთ და არაფერს იზიარებენ, მხოლოდ კუნთობან და კანის მასას, რა თქმა უნდა, ნერვულ არტერიულსაც. თულმა ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. ედი და ლილი უკვე ორი დამოუკიდებელი გოგონაა. ეს დიდი პატივი და სიხარული იყო როგორც ექიმებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. გოგონებმა გვასწავლეს, რა არის იმედი და რწმენა, როგორ უნდა გქონდეს ძალა და მოთმინება ასეთი ოპერაციის გადატანის შემდეგ და როგორ გადარჩე ძლიერი, ამბობენ მშობლები. ამ ეპიზოდში ბევრნაირი ანომალიის შესახებ შემეძლო მომეყოლა. კიდევ არაერთი ტყუპი წვილია, ამდაგბარი და უფრო დრამატულად მძიმე ფორმის დეფექტებით, რომელთაც ოპერაცია ვერ უშველით. შესაბამისად, მთელი ცხოვრება ერთმანეთზე მიერთებულებმა უნდა გაატარონ. ეს ძალიან სამწუხარო ცნობაა მათთვის, თუმცა ისინი ცხოვრებას კეთილი ადამიანების იმედად აგრძელებენ. მათ აქვთ ოცნებები, უხარიათ და სყიდთ, სტკივად და განიცდიან, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი. სამყარო უცნაურია. ამ ვიდეოში წარმოდგენილი ამბებით ერთი რამ არის ნათელი. ბრძოლას და მიზნისკენ სწრაფობას თითქოს და ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი შეიძლება გქონდეს უალტერნატივო აზრი. გაჩერებით ჩერდება ყველაფერი. პერსპექტივა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი, ასე რომ არასოდეს დავნებდეთ. ჩემთვის კი მეტი სტიმულისა და წახალისებისათვის აუცილებელია რომ გთხოვოთ, გამოიწეროთ კოდის YouTube არხი და გამოყვე სხვა პლატფორმებზე, TikTok-სა და Instagram-ზე. ასევე იდეები მოგწერეთ პოსტაზე. აბა, შეხვედრამდე.